ისტორიული გარღვევა თუ უზარმაზარი სკანდალი. ის, რასაც ვიქტორ ორბანი 10 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა, სულ რაღაც 3 კვირაში შეძლო. აი ესე დაახასიათა უნგრეთის ახალმა ლიდერმა პეტერ მადიარმა მოლაპარაკებები უკრაინასთან. ისტორიული შეთანხმება უკრაინასა და უნგრეთს შორის, რომელმაც საბოლოოდ მოხსნა ყველა ბლოკირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. უნგრეთში განაცხადეს, რომ უკრაინასთან მიღწეულია შეთანხმება უნგრული უმცირესობის უფლებებზე, რაც გავლენას მოახდენს ევროკავშირში. უკვე 15 ივნისს უკრაინა და მოლდოვა შეძლებენ გადავიდნენ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე. პირველი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისია. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, რა კონკრეტულ დათმობებზე წავიდა უკრაინა უნგრეთის მიმართ და როგორ არის ეს დაკავშირებული ზაკარპატიასთან. მოდით ამ რთულ კითხვებს ერთად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწერთ, გთხოვთ გამოიწერეთ ერთ ეს YouTube არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი პეჩი ნიუსი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს ავწერაში. მაშასე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების კონტექსტს. მადიარის თქმით, კიევსა და ბუდაპეშტს რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს ხოვლისმომცველ შეთანხმებას უნგრული თემის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ. ზაკარპატიაში, უკრაინაში. ციტატა. სამკვირაში ჩვენ შევძელით ის, რაც ვიქტორ ორბანს და მის გუნდს 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს. ითხოვინებიან, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინელი და უნგრელი ექსპერტები, უკრაინაში უნგრული უმცირესობის პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ეკლესიის წარმომადგენლები. მადიარიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა დათანხმდა უახლოეს მომავალში შეიტანოს შეთანხმებული ცვლილებები უკრაინის კანონმდებლობაში. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს უნგრულ საზოგადოებას მიიღოს უფრო ფართო უფლებები განათლების, კულტურის, ენის გამოყენებისა და პოლიტიკური სფეროებში. ციტატა. შემდეგ მოდის მადიარის ციტატა. უკრაინის ვალდებულებები ასევე აისახება მოქმედების გეგმაში, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს ევროპის კავშირის წინაშე. თუ ეს მოხდება, უნგრეთის მთავრობა დათანხმდება უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. მაგრამ რა ცვლილებებს ითვალისწინებს ეს ისტორიული თუ არა იმდენად ისტორიული შეთანხმება უკრაინასა და უნგრეთს შორის? მადიარას თქმით, უკრაინა დათანხმდა ეროვნულ უმცირესობათა სკოლების სისტემის აღდგენას. რატო უნდა სიტყვას აღდგენას ბჭყალებში, ამას ცოტა მოგვიანებით აგიხსნით. უნგრული ენა გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სწავლების პროცესში, არამედ სასკოლო დოკუმენტაციაში და შიდა კომუნიკაციაშიც. მოსწავლეებს ნებადართული ექნება თავისუფლად გამოიყენონ უნგრული სიმბოლიკა, შეასრულონ უნგრეთის ჰიმნის საზეიმო ღონისძიებების დროს, გამოიყენონ ეროვნული სიმბოლოები, განათავსონ დროშები და უნგრულენოვანი წარწერები სასწავლო დაწესებულებებში. განათლების დამადასტურებელი მოწმობები და ატესტატებიც შესაძლებელია გაიცეს უნგრულ ენაზე. გარდა ამისა, გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი იქნება უნგრულ ენაზე. ასევე ცალკე ჩაბარდება უნგრული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. ამავე დროს, სავალდებულო საგნების სია, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში უკრაინულ ენაზე ისწავლება, მხოლოდ მშობლების თანხმობით გაფართოვდება. როგორც აღნიშნა მადიარმა, ციტატა, უკრაინულმა მხარემ დაარწმუნა, რომ ეროვნულ უმცირესობათა სკოლები შენარჩუნდება მაშინაც კი თუ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება. შეთანხმებების ცალკე ბლოკი ეხება უნგრელების ენობრივ უფლებებს. ვენგრეთის პრემიერის თქმით, იმ დასახლებებში, სადაც უნგრელთა თემი მოსახლეობის 10%-ზე მეტ შეადგენს, უნგრული ეროვნული სლის სიმბოლიკის თავისუფალი გამოყენება ნებადართული იქნება. ასევე უნგრული ენის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციებისა და პოლიტიკური საქმიანობის ჩატარებისას. კერძოდ გათვალისწინებულია წინა საარჩევნო აგიტაციის უნგრულ ენაზე ჩატარების შესაძლებლობა. საარჩევნო ბიულეტენებისა და ოფიციალური საინფორმაციო მასალების უნგრულ ენაზე ბეჭდვა. გარდა ამისა, უნგრული უმცირესობის წარმომადგენლებს ექნებათ უფლება თავისუფლად შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები, აღნიშნონ ეროვნული დღესასწაულები, ჩაატარონ კულტურული და რელიგიური ღონისძიებები უნგრულ ენაზე, ასევე დააფუძნონ საკუთარი კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ამავე დროს მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მიუხედავად ყველა ამ დათმობისა, კვლავაც არ ადასტურებს და არ უჭერს მხარს უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროპის კავშირში. მისი თქმით, თუ უკრაინა შეასრულებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა 33 მოლაპარაკების თავს, უნგრეთში გეგმავენ ჩაატარონ იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმი ასეთი გადაწყვეტილების მხარდაჭერის შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა ევროპის კავშირს, რაც შეიძლება მალე გახსნას პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაწევრიანების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივმა დავებმა არ უნდა დაბლოკოს ევროინტეგრაციის პროცესი. იმავე დღეს პეტერ მადიარის მთავრობამ გააუქმა ვეტო ევროპის მშვიდობის ფონდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის ქვეყნები იღებენ ფინანსურ კომპენსაციას უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღებისთვის. და აი კიევში მოუწოდეს განთავისუფლებული თანხების ნაწილი გამოიხენონ პეტრიოტის სისტემებისა და მათთვის საჭირო რაკეტების შესაძენად. საერთოდ გარკვეული დათმობების მიუხედავად ურთიერთობებში გარღვევა რა თქმა უნდა მოხდა. რა იქნება შემდეგ? ევროკომისიაში ძალიან გულწრფელად აღიარებდნენ, რომ მხოლოდ უკრაინის გაწევრიანების საკითხში გარღვევას ელოდებიან, რადგან უნგრეთი მზად არის გადახედოს თავის პოზიციას მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. და თუ ეს მართლაც მოხდება, უკრაინა და მოლდოვა შეძლებენ გადავიდნენ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე. ეს არის პირველი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისია. შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკვე 15 ივნისს, ლუქსემბურგში მთავრობათა შორისი კონფერენციის დროს. დიახ, კონტექსტის გასაგებად მაინც დავამატებ, რომ უნგრული სკოლების სისტემა ზაკარპატიაში ისტორიულად არსებობდა და ყურადღება არასდროს გაუქმებიათ სრულად. მაგრამ 2017 წელს მიიღეს ახალი კანონი განათლების შესახებ. და აი ამ კანონის მე-7 მუხლის მიხედვით ეროვნული უმცირესობების სკოლები, ყველა, არა მხოლოდ უნგრული, ზოგადად ყველა, უნდა გადასულიყვნენ ეტაპობრივად უკრაინულ ენაზე სწავლების საშუალო და უფროს კლასებში. სრულად უნგრულ ენაზე სწავლება გარანტირებული რჩებოდა მხოლოდ დაწყებით სკოლაში, ანუ პირველიდან მეოთხე კლასებში. მეხუთე კლასიდან უკრაინულ ენაზე საგნების წილი უნდა გაზრდილიყო 70%-მდე გამოსაშვებამდე. და იმის გასაგებად, თუ როგორ მანიპულირდა ვიქტორ ორბანი ამ თემით, კიდევ ერთ დეტალს დავამატებ. ამ ხმაურიანი კანონის მიუხედავად, დღეს რეგიონში ოფიციალურად მუშაობს დაახლოებით 70 ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლება უნგრულ ენაზე მიმდინარეობს. და ამას ემატება კიდევ ათეულობით შერეული სკოლა, სადაც უბრალოდ უნგრული კლასები. საერთოდ მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, ეს ისტორიული გარღვევაა უნგრელებთან ურთიერთობებში, თუ დიდი პოლიტიკური სკანდალი. აქ მრავალ წეთლს დავშალ თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება ფინანსურად, ნებისმიერი დონატით შეგიძლიათ. ნებისმიერი დონატი შეგიძლიათ გააგზავნოთ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები